ვაპირებ ერთი დღე გავატარო Tesla Model 3-ში, სადაც მექნება გამოწვევები, როგორიცაა საჭმლის მომზადება, გართობა და ძილი Tesla-ში. ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი კემპინგი. იქნება ის კომფორტული თუ წარმოშვებს სხვადასხვა პრობლემას, როგორიცაა ელემენტის დაჯდომა, პატარა სივრცე და უჰაერობა სალონში. გამარჯობა, მე ომარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. დღეს ამ ვიდეოში ვაპირებ 24 საათი გავატარო Tesla Model 3-ში. გვექნება სხვადასხვა გამოწვევები, მანქანის მომზადება ღამის გასათევად, ცეცხლის დანთება, საჭმლის ჭამა, გართობა, თამაში და ბოლოს უკვე ძილი. პირველი აუცილებლად დავიწყებთ მანქანის მომზადებას ღამისთვის. უკანა სავარძლების საზურგეებს გადმოვწევთ, სადაც ადგილი თავისუფლდება საბარგულსა და სალონს შორის. წინა სავარძლები უკვე მაქსიმალურად წინ მივწია, რათა ადგილი გამითავისუფლდეს სალონში და უფრო მეტი სივრცე დამჩეს. ორი საძილე ტომარა მაქვს წამოღებული, ერთს ქვემოთ გავშლი და მეორე ზემოდან დავიფარე. ესეც ჩვენი power bank-ი ღამისთვის, ეს ღამის სანათი და ესეც მეორე საძილე ტომარა, რომელსაც დაძინების დროს გავშლი. ამე მანქანის განათება თუ არ გვეყოფა, ამ ნათურას გამოვიყენებთ. მეორე იქეთ გავაკეთე. ესეც ასე, ჩვენი საწოლი მზად არის. ეხლა შევუდგებ დანარჩენი ნივთების გამზადებას და გადავალ შემდეგ გამოწვევაზე ცეცხლის დანთებას. ჩვენ შემდეგი ჩელენჯი არის დავანთოთ ცეცხლი. იღრუბლება წვიმაც გამოცხადებულია და მინდა რომ მალევე მოვასწრო რა და ერთი წკაბი და ცეცხლიც გვექნება. მოვიდა გაფუჭდა კაც. მეორე გამოწვევა შესრულებულია, ცეცხლი დანთებულია. რა თმინდოდა არ ვიცი, მაგრამ რავი იყოს ალბათ გამოგვადგება რამეში. ბოლო-ბოლო ნადირს მაინც დააფრთხობს. სხვათა შორის არ ვიცი მარტო მე ვარ ასე თუ სხვებიც ასე არიან, რაღაცნაირად ცეცხლის დანთება ძალიან დიდ სიამოვნებას ვკრის და ვინც ეგრე ხართ, კომენტარებში დამიტოვეთ თქვენი აზრი. რატო არის სასიამოვნო პროცესი, ვერ ხვდები უბრალოდ სიამოვნებს. ცეცხლის დანთების ჩელენჯს ლუდის დალევაც დაემატა. მოსაღამოვდა უკვე დაღამებას იწყებს, ლუდიც დაგვიმთავრდა, სხვათა შორის ძალიან გემრიელი ლუდი ყოფილა, ბექსი მე აქამდე არ გამისინჯავს და მომეწონა. ცეცხლიც უკვე თითქმის ჩაქრა და დროა უკვე გადავინაცვლოთ მანქანაში და ვნახოთ როგორ გვასიამოვნებს ჩვენი Tesla მთელი ღამის განმავლობაში. თითქმის დაგვიღამდა და ეხლა დროა გადავინაცვლოთ Tesla-ში და დავიწყოთ მესამე ჩელენჯი, რომელიც არის საჭმლის მომზადება. მოვამზადებთ მანქანაში. გადმოვინაცვლეთ მანქანაში და ნელ-ნელა ვემზადებით ღამისთვის. და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც Tesla-ით მივდივართ კემპინგზე, Tesla-ს კლიმატ კონტროლს აქვს ფუნქცია კემპი, რომელიც ყველა Type-C Sport ჩართულს ტოვებს, ყველა Bluetooth Sports ასევე ჩართულს ტოვებს მანქანაში და ასევე თვითონ არეგულირებს ჟანგბადის შემცველობას სალონში, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს და ნახშირორ ჟანგით არ გავიგუდოთ. მოდი ახლა ვნახოთ რამდენ პროცენტზეა ჩვენი მანქანა, რამდენს მოიხმარს დილამდე, შემდეგ ამ ყველაფერს შევადარებთ ერთმანეთს და ჩვენი მანქანა ახლა არის 303 კილომეტრზე, რომელიც არის 61% კლიმატ კონტროლიდან
აი ესე ჩავრთავთ კემპინგს, რომელიც უკვე თავისით ყველაფერს აკონტროლებს რა. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სიმაღლეში მე ვარ 1.83 მეტრი და საკმარისად თავისუფლად ვარ ამ სივრცეში, რაც უკან მოვაწყვე. არ მაქვს პრობლემა, ძილითაც ჩვეულებრივად დავიძინებ. ჩემი თავი ოდნავ წდება საბარძლის საზურგეს და ნახოთ აბა, საკმაოდ ისეთი კომფორტია მანქანაში კემპინგი რა. მაინც კარგია რომ თავს დაცულად გრძნობ. და ასევე ჩავრთავ კამერას, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გააკონტროლებს ყველაფერს გარეთ, როგორც გარეთ, ისე შიგნით რა. ეს ნიშანი უკვე ნიშნავს, რომ ჩართული. ანუ მანქანაში თვითონ სიგრძე პრობლემა არ არის, სიმაღლე პრობლემაა, იმიტომ რომ ვერ დაჯდებით ესე რა. ეხლა სავარძლის საზურგე მოვწიე უკან რომ მივეყრდნო და ცოტა თავისუფლად ვიყო. ეხლა დრო გადავიდეთ მესამე ჩელენჯი, რომელიც არის ჭამა და საჭმლის მომზადება. ამისთვის წამოღებული მაქვს ესეთი გასქურა, ჩვენი ტაფა, ნაგეცები ვიყიდე, ჰოთ-დოგის პური და ზეთი. ასევე წამოღებული მაქვს დორიტოსი. და მოდი ახლა დროათ ისეთი გათქაცუნებით ეს ყველაფერი მოვამზადოთ. ოპა, ესეც ჩვენი ქათმის ჭხირები გამზადდა, რომელსაც ახლა გემრიელად მივირთმევთ. ძალიან კაია, ძალიან. ეხლა ვაკეთებ ქათმის ჭხირების ჰოთ-დოგს. აქამდე არასდროს არ გამისინჯავს და აბა ვნახოთ როგორი გამოვა. ძალიან კაი. მესამე ჩელენჯი ჭამა და საჭმლის მომზადება მარტივად გავიარეთ, ეხლა კი დროა გადავიდეთ გართობაზე. ეხლა დროა გადავიდეთ მეოთხე ჩელენჯზე, რომელიც არის გართობა. ვითამაშებთ სხვადასხვა თამაშებს და ასევე შეგვიძლია ვუყუროთ ფილმებსაც. ჯოისტიკი მაქვს PlayStation 5-ის წამოღებული, ამას დავუკონექტებ, რომ უკანა სავარძლებიდან ვითამაშო და ჯერჯერობით ელემენტს ბევრი არ მოკლებია და ესეთი სასიამოვნო რაღაც ჩაგვირთო თავისით მანქანამ. საკმაოდ ისეთი კომფორტული გარემო შეიქმნა და სასიამოვნო ამ ფონზე რა. აი, დავიწყოთ, აბა შევარჩიოთ რამე თამაში და ვითამაშოთ. რაღაცეები ახლებიც არის, ესენი არც მითამაშია. ეს არც ვიცი რა არის. ეს არ მინდა. ესეც არ მინდა. ნარდიც გვაქვს ორი ადამიანისთვის. Skyforce. Skyforce არ ვიცი. აი, რამდენი ხანი ვითამაშე, ისევ 60%-ია რა, არაფერი არ მოკლები. შევიდეთ YouTube-ზე, თეატრი YouTube. პირველი ყოველთვის, რასაც YouTube-ზე შესვლის დროს ვაკეთებთ, ეს არის ვეძებთ Wild Dock-ის არხს. გადავდივართ არხზე და ვააქტიურებთ გამოწერის ღილაკს. კაი არხია სხვათა შორის მე მომწონს და შეგიძლიათ თქვენც მისი მაყურებელი გახდეთ. კაი, ეხლა ჩვენ გვინდა ფილმი. აი, ელვაც იყო. მთელი დღე წვიმას ველოდები და ერთი წვეთი არ გადმოვარდა და იმედია ეხლა მაინც გაწვიმდება. კაი, ჩვენ გვინდა ფილმი და ფილმი ეს არის რახან საშუალება ახალ სეზონზე მუშაობენ. მინდა ძველი სერიები გავიხსენო და მეხუთედ უყურო. მოკლედ რა YouTube-ზე აღარ ღირს შესვლა ამ რეკლამების გამო. შიხო არ გაქვს. მე? ორი. აი ძალიან გაინახეთ რომ გოგიტა ჟღენტი აქ ცხოვრობს, ხო? გოგიტა? პროჯა? გოგიტა რა. პროჯა ზეიდა. გოგიტას ზემჭერს. ჩვენი მეოთხე ჩელენჯიც შესრულებულია. თამაშითაც ვითამაშეთ, ფილმიც ვნახეთ. კემპინგი მიდის ძალიან მაგრად და გამიჩნდა სურვილი, რომ ერთი კარგი ორლენდერი მყავდეს. ამ ყველაფერს ახლა DJI-ში ვაკეთებ და ბევრად კომფორტულად ვიქნებოდი და ძალიან სასიამოვნო იქნებოდა და ახლა დროა დავიძინოთ რა. გარეთ ჭექა ქუხილია, მაგრამ წვიმას ჯერ არ დაუწყია და იმედია დაიწყებს, რომ მეც წყნარად დამეძინოს რა. ასე რომ გადავიდეთ შემდეგ ჩელენჯზე, რომელიც არის ძილი და როგორ გავატარებთ ღამეს ჩვენს ტესლაში.
კემპინგზე ცუდი ისა აქვს, რომ გარედან ყველაფერი ჩანს რა. ამ შემთხვევაში, როცა ამოხვალთ კემპინგზე, ან მინები დაბურეთ, ან რამე საშუალება გამოიყენეთ, რითიცაც შიგნით ვერ ჩამოიხედებიან რა. ესეც ჩვენი საძინებელი. ჩეკაკო ხელია, მაგრამ არ წვენს. ეხლა გამომზადებ მეორე საძილე ტომარას, ზემოდან რომ დავიფარო და დავიძინებ. ეს უკვე ბოლომდე დაჭდა. აბა, დილამდე. ხამის 2 საათია. ძალიან ისე არაკომფორტული ის არის დასაძინებლად რა ზედაპირ. რაღა ხეზე დაგიძინია და რაღაცა ამაზე. ერთი მინუსი ეგ აქვს. ისე 7 ღამეა. წვიმას ველოდებოდი, მაგრამ არ გაწვიმდა. ვერ დავიძინე რა. გაგვიწვიმდა და ისეთი სასიამოვნო ხმებია, რომ ალბათ ეხლა ჩამეძინება. ნახოთ აბა, რამდენი პროცენტი გვაქვს დარჩენილი? 71%-ით დავიწყე. 53%. 53%-ზე ახლა მანქანა. ალბათ სადღაც დილამდე ერთ მინიმუმ 5%-ს კიდე წაიღებს რა. ჩემი აზრით არაფერია, ეხლა მთელი ღამე რო ესე მანქანა დატოვო და გათბობა ამუშაო ბენზინის ან დიზელის ძრავი, ბევრად მეც დახარჯავს რა. დილის 6 საათია და ნელ-ნელა დაიწყო უკვე გათენება. ღამე საკმაოდ 7 იყო, წყნარი, არაფერს არ შეუწუხები ვარ. ეს ნათურებიც კარგად გამომადგა. მე აქ დაგემშვიდობებით მეგობრებო, მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით, ყველა ჩელენჯს თავს მაგრა გავართვით, ტესლათი კემპინგი ძალიან კარგია, ძალიან მაგარია. ცოტა უბრალოდ მაღალი კლირენსი რო კონდეს, ბევრ ადგილას მივიდოდით, მაგრამ არ გვაქვს მაგის საშუალება. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გამომყევით და დაელოდეთ შემდეგ მაგარ ვიდეოს. აღარ შეხვედრამდე.